ლაიქი დააჭირეთ, გამოიწერეთ არხი, კომენტარიც დაგვიტოვეთ, მეგობრებო. თქვენ გარეშე ეს პროექტი არ იმუშავებს, ამიტომ თქვენი თითოეული ქმედება ჩვენთვის სიმძლავეა. ახლა მოდი ჩაუღმავდეთ დღევანდელ სიგიჟეს, რომელიც ქართულ MMA-ის ფანებს ნამდვილად აალაპარაკებს. დღეს ვიზზეც უნდა გესვათ ყური, ისინი არიან ისლამ მახაჩევი და ილია ტოპურია. ორი ფენომენი, ორი განსხვავებული ხასიათი, ორი მებრძოლი, რომელთა დაპირისპირება უკვე ნელ-ნელა ლეგენდად ყალიბდება. დროც გადის და მათ შორის დაძაბულობა ნელ-ნელა იმაზე მეც გავს, ვიდრე უბრალო პრომოუშენული ხმაური. ილია ტოპურია თითქმის ყოველ დღე აძლევს ინტერვიუებს, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ მას სურს ზუსტად ისლამ მახაჩევთან სუპერ ორთაბრძოლა. მისი სიტყვები აღარ არის სიტყვები, უკვე შეხედულებაა, მიზანია, ჯიუტი თავდაუსხმელი გეგმა, რომელსაც ბოლომდე მიყვება. და აი, დანა ვაიტმა საბოლოოდ ნათლად თქვა: ბრძოლა 70 კილოგრამში, 155 ფუტი, 70 კილოგრამი, უნდა გაიმართოს. 170-ში ბრძოლას, როგორც თავად ამბობს, საერთოდ არ აქვს აზრი. ეს ნიშნავს, რომ მახაჩევი და ტოპურია დიდი ალბათობით სწორედ lightweight-ის კატეგორიაში შეხვდებიან ერთმანეთს. და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. ისლამ მახაჩევი ახლა უკვე welterweight-ის ჩემპიონიც გახდა, რადგან დაამარცხა ჯეკ დელა მადლენა, ბიჭი, რომელსაც ბევრი ფანატი აშკარად უჭერდა მხარს, მაგრამ მახაჩევმა, როგორც ყოველთვის, სიტუაცია ადვილად გამოიყვანა. მახაჩევის სტაბილურობა, დისციპლინა, სისწრაფე და ძალა ყველაფერმა ერთად გამოიღო შედეგი. ილია ტოპურია კი ის ტიპია, ვინც ცხოვრებაში უკან არ იხევს. ის ამბობს, რომ ამ ბრძოლას ყოველდღე ხედავს, ყოველდღე წარმოსახავს და რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება მისთვის. შემიძლია ისლამ მახაჩევი დავაძინო. აი, აქ კი ცეცხლი იწყება. მახაჩევმა ძალიან სწრაფად უპასუხა. მან თქვა, რომ მზად არის ყველასთვის, იქნება ეს ილია ტოპურია თუ მაიკელი მორალესი. მაგრამ ძირითადი სიტყვები იყო: ჩემთვის ყველაფერი მარტივი იქნება, ვინც გინდათ მოყვანეთ. ისლამმა ხაზგასმით თქვა, რომ ილია თუ ფიქრობს თითქოს შეძლებს მისი დაძინებას, ძალიან ცდება. მახაჩევისთვის ეს ბრძოლა უფრო პროფესიონული გამოწვევაა, ვიდრე ემოციური დაპირისპირება. მისთვის ყველაფერი სტრატეგიაა და სწორედ ამიტომ მას ბევრი სრულ ჩემპიონს ეძახის. თუმცა ტოპურიას გულშემატკივრები წვირიან და არაზედმეტად. ილიას დაუჯერებელი ნოკაუტის ძალა აქვს. მისი დარტყმის დრო, კუთხე, სიზუსტე ევროპულ MMA-ში საუკეთესო შორის არის. და აინც ამ ურთაბრძოლაში ყველაზე მთავარი კითხვა რჩება: 70 კილოგრამში lightweight-ში უპირატესობა ვის ექნება? 170-ში მახაჩევს ექნებოდა ფიზიკური ძალის უპირატესობა, ეს ფაქტია. მაგრამ 70-ში ყველაფერი გაცილებით კონკურენციულია. იქ ილიაც ისწრაფითა და აგრესიით მეც გააკეთებს. თუმცა მას უნდა გახსოვდეს, მახაჩევი ადგილზე არ დგას. სწორედ 70 კილოგრამში გახდა მსოფლიო დონის ჩემპიონი. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ დაიწყო კითხვა: მარი დანა ვაიტი დათომობს საკუთარ წესს, რომელიც თვითონაც მუდმივად გაიძახიდა, რომ ერთი მებრძოლი ერთდროულად ორ ტიტულს ვერ აკავებს. თუ მახაჩევი დაამარცხებს ტოპურიას, მას ხელში იქნება lightweight-ის ტიტული 70 კილოგრამი და welterweight-ის ტიტული 77 კილოგრამი. და ეს უკვე UFC-ის ისტორიული მომენტი იქნება. ახლა ძმაო გავაგზელოთ იქიდან, სადაც გავჩერდით, რადგან ეს ისტორია ისე მიიწევს წინ, თითქოს ორი ტაიფუნი ერთმანეთს უახლოვდება. ილია ტოპურია ისევ არ ჩერდება. მისგან ყოველდღე ახალი ინტერვიუ გამოდის, ახალი განცხადებები, ახალი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ ისვრის ცეცხლს მიმართ ისლამ მახაჩევისკენ. და რაც უფრო ხმამაღლა საუბრობს ილია, მით უფრო მატულობს დაძაბულობა მთელი MMA სამყაროში. ტოპურია აცხადებს, რომ ბრძოლას ისე წარმოსახავს, თითქოს უკვე შედგა. ამბობს, რომ ყოველდღე მის თვალწინ დგას ისლამთან ორთაბრძოლის სცენა, დარტყმის რიტმი, დისტანცია, მოძრაობა, კონტრი. და რაც დღეები გადის, მით უფრო ნათელ სურათად ყალიბდება მისთვის. შემიძლია ისლამ მახაჩევი დავაწვენო. ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა. ილია ყოველთვის იყო ნიჭით დაჯილდოებული, მაგრამ ახლა მასში ისეთი თავდაჯერებულობაა, რომელიც მხოლოდ ნამდვილ ჩემპიონებს ახასიათებთ. და ამ ყველაფერს ემატება მისი უზარმაზარი უნარი, ზუსტი, კვეთრი და ძლიერი დარტყმა. მისი კრივი სისუფთავე, ფეხის სწრაფი მოძრაობა, პასუხისმგებლობის ტარება საკუთარი სიტყვების მიმართ, ყველაფერმა ერთად შექმნა ის ილია, რომელსაც დღეს მსოფლიო იცნობს. მაგრამ მახაჩევიც არ არის კაცი, ვინც ხმას ჩაყლაპავს. პირიქით, მან ძალიან მშვიდად როგორც ჩვევია გასცა პასუხი. კალო გინდათ მოიყვანეთ, ილია იქნება თუ მაიკლ მორალესი, ყველასთვის მზად ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი მარტივი იქნება. აი ეს არის ისლამ მახაჩევის ფსიქოლოგიური ძალა. მას არ აქვს ზედმეტი ემოციები, ზედმეტი ხმაური, ზედმეტი დრამა. არის მხოლოდ რკინის დისციპლინა, უდიდესი გამოცდილება, უძლიერესი ბრძოლის ინტელექტი და დაკვირვება. მახაჩევი არასდროს ამბობს სიტყვას, რომელსაც არ აზაღრავს. ის პირდაპირ ატარებს გზას და მისი გზის დასასრული თითქმის ყოველთვის გამარჯვებაა.
ახლა კი გადავიდეთ მულტიმილიონიან დეტალზე, რამაც ყველა გააოცა. მახაჩემმა ბოლო ბრძოლაში, რომელიც Madison Square Garden-ში გაიმართა, მიიღო დაახლოებით 3.3 მილიონი დოლარი, ჩვენი გათვლით 18.7 მილიონი ლარი. ეს ფული შემთხვევითი არაა, არენა გადაჭედილი იყო. ბილეთები თითქმის პირველივე წუთებში გაიყიდა. ტრანსლაციები რეკორდულ ციფრებს აღწევდა. რაც შეეხება ჯეკ დელამადლენას, რომელმაც მახაჩევცა წააგო, მას დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შეხვდა. და მიუხედავად იმისა, რომ მარცხი მძიმეა, მისი კარიერა აქ არ დასრულდება. ისლამმა თავად თქვა, ჯეკი ახალგაზრდა ბიჭია. 27 წლის ასაკში ადამიანებმა კარიერის დაწყებაც კი არ იციან ზოგჯერ, ხოლო მან უკვე მოახერხა ჩემპიონობა. მისი წინსვლა მაინც გაგრძელდება. ძმაო, მახაჩევს იშვიათად გაზდის ისეთი სიტყვა, რომელიც წერტილს არ სვამს. როცა ის ამბობს, რომ ბიჭს მომავალი აქვს, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ტალანტი არსებობს, უბრალოდ სწორ გზაზე დაბრუნებაა საჭირო. ახლა კი გადავიდეთ რეალურად მწვავე ნაწილზე. ილია ტოპურია რატომ არაა აქტიური? ეს კითხვა უკვე მთელი UFC სივრცეში ტრიალებს. 70 კილოს სარტკელი აქვს, მაგრამ ჯერ არც ერთი ტიტულის დეცვა არ გაუკეთებია. ეს დივიზიონი კი უბალოდ გაჩერებულია. პადი პიმლეტი, ჯასტინ გეითი, არმან შარუქიანი, დენ ჰუკერი, ყველა ერთმანეთთან ჩხუბობს, ხოლო ტოპურია თითქოს უდროულ სიჩუმეშია. თუ ილია ტოპურიასა და მახაჩევის ბრძოლა მარტის ან აპრილში შედგება, ნიშნავს ეს, რომ ილია იქამდე საერთოდ არ პირებ ტიტულის დაცვას. ეს გადაწყვეტილება უკვე ფანებს აღიძიანებს. დივიზიონი სტაგნაციაშია. იმ დროს, როცა მახაჩევი 70 კილოს სარტკელში იყო, მან ყოველ ჯერზე სარტკელს იცავდა, თანაც სამჯერ, თანაც ზედაზედად. რეალურად ტოპურია შეუძლია ან პიმლეტთან იჩხუბოს, ან გეითი შეხდეს, ან შარუქიან ჰუკერის გამარჯვებულს დაუდგეს. ეს დივიზიონს აღადგენდა, მაგრამ ილია მხოლოდ ერთ მიზანს ხედავს. მახაჩევი, ეს მიზანი გასაგებია, ეს არის კარიერული ომი, ისტორიული მომენტი, სუპერ ბრძოლა, რომელიც MMA-ის ისტორიას შეცვლის. მაგრამ კითხვა რჩება კითხვა, ტიტულის დაცვას რატომ არ აკეთებს? ეს კითხვა უკვე ქართულ ფანებშიც გაჩნდა, მსოფლიოშიც და თავად დანა ვაიტშიც კი. მიდი ძმაო, ავაგუროთ ცეცხლი პოლკა, რადგან აქედან იწყება ყველაზე სერიოზული დაპირისპირების ფსიქოლოგიური მხარე. ის, რასაც ვერ ხედავს ჩვეულებრივი მაყურებელი, მაგრამ გძნობს თითოეული, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა MMA-ში. ილია ტოპურია დღეს ისეთი ფიგურაა, რომლის გარშემოც ხმაურია არა მხოლოდ სპორტული შესაძლებლობების გამო, არამედ იმ ენერგიის გამოც, რომელსაც ის ატარებს. ილია სიტყვას არასდროს ერიდება, მისი ინტერვიუები, განცხადებები, პრესი, მედია, ყველაფერი აგებულია თვითდაჯერებლობაზე და ეს თავისთავად არის იარაღი. მებრძოლისთვის ფსიქოლოგია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დამუშავებული ჯაბი, სწრაფი გრეიპლინგი ან ძლიერ დარტყმაზე გადასვლა. ილია ამას შესანიშნავად იყენებს. ისლამ მახაჩევი დავაძინო შემიძლია. ეს ფრაზა უკვე იმდენად გახმაურებულია, რომ UFC-ის საიტზე ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ ნახული კომენტარია. ხალხი კი ორ ნაწილად გაიყო. ერთები ილიას უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ მისი დარტყმის ძალა და სისწრაფე უნიკალურია. მეორე ნაწილი თვლის, რომ მახაჩევი იმდენად სერიოზული და მრავალმხრივი მებრძოლია, რომ მიცაზე გადასვლის შემდეგ ბრძოლა იქვე დასრულდება. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავად მახაჩევი საერთოდ არ ზის ამ დებატებში. ის ამბობს, ვისაც გინდათ ჩემს წინ დააყენეთ, ილია მორალესი, ვინც იქნება, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში მარტივი იქნება. აი აქ ჩანს მისტიკური სიმშვიდე, რომელსაც მახაჩევი ატარებს. ეს მშვიდობა ერთ დღესაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ყველა მებრძოლი, ვინც ზედმეტად ემოციური ჩანდა მასთან დაპირისპირების წინ, საბოლოოდ ისლამს საკუთარ თამაში ჩააყვავს. გავიხსენოთ მისი ბრძოლა ჯეკ დელამადლენასთან, კაცმა, რომელსაც სტრაიკინგით ვერავინ ამარცხებდა, მაგრამ მახაჩევმა ისე სწრაფად მოარგო ტაქტიკა, ისეთი სიმშვიდით გაუძლო ზეწოლას, რომ საბოლოოდ ყველაფერი ადვილად გამოიყვანა. სწორედ ამიტომ ამბობს დღეს ბევრიც, რომ მახაჩევი განსხვავებული კლასის მებრძოლია. ახლა გადავალ დივიზიონის საერთო სურათზე, რადგან 70 კილოგრამში ნამდვილი ქაოსია. დივიზიონი გაჩერდა, სიტყვასიტყვით freeze. არავინ არ იცის შემდეგი ნაბიჯი. ძმაო, MMA-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული დივიზიონის გაჩერებაა. როცა ჩემპიონი აქტიური არ არის, ბრძოლები არ ინიშნება, პალიტრა იკეტება და ფანებს აღიზიანებს. ეს ხდება ახლა. და ხალხს ზოგჯერ უბრალოდ არ ესმის. რატომ? რატომ არ იცავს ილიას არტყელს? რატომ ელოდება მხოლოდ მახაჩევს? უმეტესობა ფიქრობს, რომ ილია დიდ თამაშს თამაშობს, ისევე როგორც ჰაბიბი თავის დროს თამაშობდა. დიდი სუპერბრძოლა მოაქვს ბევრად მეტ ფულს, მეტ მედიას, მეტ ქულას კარიერაში. მაგრამ MMA-ში ერთი დიდი საფრთხე არის. თუ მეტისმე და დიდხანს დაიცოდი, შეიძლება მისაღები მომენტი გაგექცეოს. ახლა კი გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე, რომელიც ბოლო დღეებში აალებს ინტერნეტს. ჯეკ დელამადლენას მომავალი.
მახაჩევმა დასდინა, რომ ჯეკს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და რომ მისი მარცხი არაფერს არ ნიშნავს. 27 წლის ასაკში უკვე ყოფილა ჩემპიონი, ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერა ჯერ შუაც არ არის. თუმცა MMA ანალიტიკოსები ამბობენ სხვას. ჯეკს აუცილებლად უნდა შეიცვალოს სატრენინგო ბანკები. იგეგმება, რომ შესაძლოა მას შემდეგ ბრძოლა ჰქონდეს კამარო უსმანთან და ეს ორთბრძოლა სამეფო ომი გახდეს. ახლა კი აუხსნათ ერთი საკითხი, რომელიც ბევრს აინტერესებს. რატომ შექმნა ილიამ მაჰაჩევზე ასეთი დიდი ზეწოლა? ეს იმიტომ ხდება, რომ ილია ცდილობს ბრძოლა იქ თავიდანვე წაიყვანოს, სადაც მისთვის კომფორტულია, მედია სივრცეში. ილია ვიცის, რომ თუ საკმარის ხმაურს შექმნის, დანა ვაიტიც ვერ აიცილებს ამ ბრძოლას. ეს არის მაღალი დონის ტაქტიკა, სპორტული ფსიქოლოგიური მარკეტინგული. და აი მაჰაჩევი ამბობს: მინდა მალე მითხრან, ვინ იქნება შემდეგი, მზად ვარ ყველასთვის. ეს უკვე სიგნალია, რომ მალე გადაწყვეტილება უნდა გაკეთდეს. და ახლა მთავარი კითხვა, ძმაო, 70 კილოგრამში ვის ექნება უპირატესობა? ილიას აქვს სისწრაფე, დარტყმის ძალა, ფეთქებადი სტილი. მაჰაჩევს კონტროლი, ჭიდავის ინტელექტი, გეიმპლანის ზუსტი შესრულება. ეს ბრძოლა იქნება არა მხოლოდ ჩემპიონი versus ჩემპიონი, არამედ სტილი versus სტილი, ფსიქოლოგია versus ფსიქოლოგია, ევროპა versus კავკასია. და თუ ეს ბრძოლა შედგება, ძმაო, ეს იქნება დასაბამი UFC-ს ნახალი ეპოქის. ილია ტოპურია ამ ეტაპზე ისეთ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს თვითონაც გრძნობს, რომ კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ დგას. მისი ბოლო ინტერვიუებიდან კარგად ჩანს, როგორც ცდილობს ყურადღება ერთ წერტილზე გადაიტანოს. ისლამ მაჰაჩევის 70 კილოგრამიანი დივიზიონის უთხოვარი ბოსი. და ილია ამას არა ემოციურად, არამედ უდიდესი გათვლით აკეთებს. მისი სტილი ყოველთვის იყო ფეთქებადი, სწრაფი დარტყმები, ამპლიტუდური მოძრაობა, მოულოდნელი კუთხეებიდან შეტევები. ვერც გონია, რომ მისი დომინირება მხოლოდ დარტყმების ძალაზეა აგებული, მაგრამ რეალურად მისი მთავარი იარაღი სპონტანურობა და სისწრაფე გადაწყვეტილებებში. ერთ წამის მორევში შეუძლია ბრძოლა სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანოს. მაგრამ მაჰაჩევი ის პირიქითაა, სტრუქტურული და შემკვრელი. მის გეიმპლანში ზედმეტი არაფერი წერია. თითოეული მოძრაობა, თითოეული გადადაღება, თითოეული ზეცოლა გაწონასწორებულია. სწორედ ამიტომაა, რომ ყველა მისი მოწინააღმდეგე საბოლოოდ თავს შებოჭილად გრძნობს. თითქოს ვიღაც უხილავი კედელი იკეტება ირგვლივ. ახლა წარმოიდგინე ამ ორი სრულიად განსხვავებული ენერგიის შეჯახება. ერთი აფეთქებაა, მეორე კი წნეხის მანქანა. მოდით შევხედოთ, რა სელოდება სპორტული სამყარო ამ ბრძოლიდან. სტრაიკინგი. ტოპურია აშკარა ფავორიტია, მისი დარტყმები ისეთი სუფთაა, რომ ბევრმა ჩემპიონმაც კი აღიარა, ილია ისეთი ფენომენია, რომ მისი დარტყმის ძალა თვალით ვერ აღიქვა. გრეპლინგი და კონტროლი. მაჰაჩევი თითქმის შეუდარებელია. მისი კლინჩი და ნიჩოგზე დასმა იმდენად ტექნიკურია, რომ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეებიც კი ბავშვებივით გამოიყურებოდნენ ის ფონზე. ფსიქოლოგიური ზეწოლა. აი აქ იწყება დელიკატური თამაში. ილია ხმაურს ქმნის, მაჰაჩევი სიჩუმეს. მაგრამ ზოგჯერ სიჩუმე ბევრად მძიმე ხდება, ვიდრე ხმაურიანი განცხადებები. მაჰაჩევის სიწყნარე ბევრს აშინებს, რადგან მის უკან იმყოფება უდიდესი დარწმუნებულობა საკუთარ ძალაში. და მაინც ბროზო, ყველაზე დრამატული საკითხი არ არის ის, როგორ იბრძოლებენ. ყველაზე დრამატულია, ნუ თუ ილია თავს უფლება მისცემ, მთელი დივიზიონი გააჩეროს. 70 კილოგრამში უკვე მანსები არაც სხორი ქაოსია. არმან შარუქიანი ელოდება შანსს, მაგრამ პასუხი არ აქვს. ჯასტინ გეითი საერთოდ გადგაც გაუჩინარდა ნახევრად პენსიონერი რეჟიმში, დენ ჰუკერი ისევ მზადაა, ვინც იქნება გასწყვიტოს, მაგრამ ბრძოლა არ ნიშნება და ფედი პიმლეტი მხოლოდ ხმაურს აკეთებს, რეალური მატჩაპები კი არ ჩანს. და ეს კი უკვე UFC-ს ინტერესებსაც აზიანებს, როცა დივიზიონი ჩერდება, რეიტინგები კლებულობს, ინტერესიც ქრება. დანა ვაიტი ამის გამო შეწუხებულია, ეს უკვე გასაგებია. მას თეორიულად უნდა ტოპურიას დაცვა 66 კილოგრამში, მაგრამ ილია სრულად 70 კილოგრამზეა გადართულო. და აი აქ ილიას ერთი ძალიან კაპიტალური პრობლემა აქვს. თუ შენ ერთ ბრძოლაზე ჩერდები და იმამდე აღარავის აძლევ შანს მოგეწვიოს, ეს ქმნის ეფექტს. მე ჩემპიონი ვარ, მაგრამ მხოლოდ ერთ ადამიანს ველოდები, სხვები არ მაინტერესებს. ხალხის ნაწილი ამას გენიალურ მარკეტინგად თვლის, მაგრამ MMA ფანების ნახევარი უკვე ნერვებზეა. ერთი ნაწილი სკანდირებს: ილიმ უნდა დაიცვას ქამარი. მეორე ნაწილი ამბობს: რატომ უნდა დაიცვას, ბრძოლა მაჰაჩევთან ბევრად მაგარია. და ორივეს თავისი ლოგიკა აქვს. მაგრამ ტოპურიასთვის ყველაზე საშიში მაინც დროა. თუ ეს ბრძოლა დროზე არ დაინიშნება, დივიზიონის მოთმენება დასრულდება და მაშინ რომელიმე ტოპ 1 კონტენდერი უბრალოდ UFC-ს აიძულებს ტიტულისათვის ბრძოლის დანიშვნას. ეს ყველაფერი კი თებერვლისთვის ან მარტისთვის უნდა გადაწყვიტოს. თუ არ გადაწყვიტა, ტოპურია დადგება გაზაგასაყარში. ან 66 კილოგრამში დაბრუნება, ან ქამარის დათონება. აი აქ ჩნდება ყველაზე ვრცელი სცენარი. მაჰაჩევი შეიძლება საერთოდ აღარ დაელოდოს და თქვას: მინდა აქტიურობა, მომეცით სხვა. და ეს იქნება ჭადრაკის დაფაზე ისეთი სვლა, რომელიც მთლიანად შეცვლის თამაშს. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჭორი გვაქვს. ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა ბრძოლა გაიმართოს აბუ-დაბიში, შარშანდელი ტრიუმფის სცენარში. ილიას ფანები კი ამბობენ, რატომ აბუ-დაბიში, ნეიტრალური კეიჯი, ევროპა, ლას-ვეგასი, სადმე სხვაგან. მაგრამ დანა ვაიტისთვის ადგილი ყოველთვის ფინანსებთან უკავშირდება. იქ სადაც ყველაზე დიდი მაყურებელი და მასშტაბი იქნება, იქ წავა ბრძოლაც. და ახლა მთავარი კითხვა, რომელიც აფეთქებს ყველაფერს. რა მოხდება თუ ილია და მაჰაჩევი რეალურად შეხვდებიან კეიჯში?